ჩვენ სტუმარი შემოგვიერთდა იმედის დილა და ჩვენი ეთერი სწორედ მასთან ერთად გაგრძელდება, მით უმეტეს რომ ჩვენმა მაყურებელმა პრინციპში ძალიან კარგად იცის რომ სწორედ ახლახანს დასრულდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი, რომელიც გამოირჩა კიდეც განსაკუთრებული სტუმრებით და განსაკუთრებული ღონისძიებებით და სწორედ ეს ყველაფერი, როგორც ვიცი, შეიკრა ერთ ფილმად, რომელსაც ჰქვია ფრაგმენტები გიფტიდან და რომლის ავტორიც არის შოთიკო კალანდაძე. სწორედ ჩვენთან არის შოთიკო დღეს დილომშვიდობის, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და სწორედ ფილმის შესახებ მოგვიწევს დღეს საუბარი. საკუთარი ფილმების ჟანრს უწოდებ კინოფილმებს, ანუ არა კინოლექსებს, ანუ არა მხატვრულს, არა დოკუმენტურს, არამედ კინოლექსებს. მოდი გითხარი ამჯერად რასთან გვაქვს საქმე? პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის. ორი სიტყვით მაინც ავხსნი რა არის კინოლექსი. კინოლექსი დავარქვი, იმიტომ რომ ადამიანი რო იღებს თქვათ 21 საუკუნეში არ შეიძლება იმან გადაიღოს როგორც 60-იან წლებში იღებდნენ, ხო? იმან უნდა გაითვალისწინოს ყველა ტექნოლოგია, იგივე ტელეფონიც კი. იმიტომ რომ ესაც კი მოქმედებს ხელოვნებაზე. ხო და ეს ყველაფერი მე გავაერთიანე, დაჟე კლიპური ხედვაც კი გავაერთიანე. ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან პოეტური და ღრმა ხელოვნება თუ გინდა რომ იყოს. ოღონდ ტექნოლოგიები უნდა შეუფარდო, იმიტომ არ შეიძლება თქვათ როგორც 30-იან წლებში ან 50-იან ან 90-იან წლებში იღებდნენ, ისევე გადაიღო. რა ჟანრს განეკუთვნება ამჯერად ახალი ფილმი? მოდი ამის შესახებაც ვისაუბროთ. ესეც კინოლექსებია, ასე ვთქვათ. ყველა არის კინოლექსი. კინოლექსი ესე თქვა ჟანრია თუ პრინციპში მე დავარქი ახალ, ანუ ნახეთ ლერი მეთქი უკაცროდ ილო. სულ ეშლება ეს სულ დიდი ხანია ვისაუბროთ. ისა ლერი უნდა დაგიძახო ამი. იცით რა შეა საქმე. ლექსი ხო არის პატარა. მაგრამ პოეტური. აგრეთვე მე არ და ხო მანამდე ფილმებს ერქვა თქვა პოეტური კინო ან ამდაგვარი რაღაცა. მე შევცვალე და როგორც ლექსია პატარა, ისე დავარქვი კინოლექსი. ესე იგი კიდე რაც მაინტერესებს არის პირველ რიგში, როგორც იცის თვითონ ფესტივალის სტუმრებისგან ძალიან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ხო, იმიტომ რომ ვახტანგოვის თეატრმა ეს უკვე მეორე წელია. ხო, იმიტომ რომ მეორე წელია მე უკვე ზოგს იგორ კრიმოვი ძალიან ყვაყოფილი იყო პირველი ფილმით და ეხლა რო შემხვდა თვითონ უკვე თავის ინიციატივით ცოლი აწყობდა რომ მე გადამეყო ის. და ისა აი თქვათ ზანგები როცა ყვავდნენ მე დავადე დუდუკები. რაღაც გიჟური მინდოდა გამოსულიყო დადამაზინო გენიალური მინდა თქვა რომ ქეთი დოლიძე არის აი ძალიან დიდი მადლობა რა მართლა ამ ხელა საქმეს აკეთებს. მე ძალიან მიყვარს ფანატიკოსი ხალხი. მე მაგალითად ვარ ფანატიკოსი, შემიძლია გადავდო ბევრი რამე მოვიკლო და გავაკეთო ფილმი. და ქეთი დოლიძეც ფანატიკოსია კარგი გაგებით, იმიტომ რომ თავის სახლი აქვს ჩადებული ფესტივალისთვის. ვინ გააკეთებს ამას? ეხლა ამ ფესტივალს დღემდე მოყვება, ძველი მაგრამ მაშინ ადრე ჩადო და დღემდე არ არის ქეთი, მე ეს ფილმები შენ მოგიძღვენი, იმიტომ რომ შენ ხარ მართლა დიდი საქმის გამკეთებელი ქალი. დავაფასოთ ერთმანეთი რა, ნუ ვჭამთ ეს ქართველები ერთად. არა, მე ვფიქრობ რომ საზოგადოება ნამდვილად აფასებს იმ ღვაწლს, რასაც თქვათ ქალბატონი ქეთი უფრო მეტი დაფასებაა საჭირო. შეთიკო, ვახსენეთ შეფასებები იგივე ფესტივალის სტუმრებისგან და ვიცით რომ იგივე გერმანიამ ძალიან მაღალი შეფასებები მისცა ამ ფილმს. აუცილებლად უნდა კითხო იმის ეს არის ისტორია, ჩემო კარგო, რა შეიცი საქმე. ეს ხალხი ჯერ ისეთიც ქეთი მაპატია რომ გაწყვეტინებ რა დამოვიწყდება. თქვენ დილით იღვიძებ და მე ვიღვიძებ 3 საათზე და არა ჩვენ ხამე ვიწყებთ მამა წავიყვანოთ. ხო, მაპატიეთ რომ ცოტა ესეთ დაბუჟა. რა მინდა ვთქვა, ეს ქეთი დოლიძესთან ჩამოდის ისეთი დონის ხელოვანი ხალხი, რომელიც ზოგჯერ არ ჩადის სხვა ფესტივალებზე. ქეთის აქ იმხელა უკვე ავტორიტეტი ევროპაში და აგრეთვე ამერიკაში და ეს ვიდეოები, უმამრავი ვიდეოა ამ ხალხის, რეპეტიციების იმის ამის, სხვების გადაღებული, მაგრამ ანუ რა არის სიძნელე ამ კინოლექსის, რომ ეს ნატურალური ვიდეო შენ აქციო გადაიყვანო განცდაში და გამოხატო და არ იყოს ვიდეო, იყოს
შემოქმედებითი მხარე, ხა ჩემ ფილმზე ცოტა ძნელია საუბარი, ხო? მე ხო არ მაგრამ მაინც მაინტერესებს რით იყო ის საინტერესო თქვა უცხოელი მაყურებლისთვის და რით იქნება საინტერესო ქართული მაყურებლისთვის. მთელი მაგათი საიტები აჭრელებულია ამ ცეკვებით და ჩვენსაც შეგვიძლია ნახოთ ეს იცი რა შესაქმე ეს არა ეხს დაიდება ჩვენ საიტებზე უახლოეს დროს. ქართული ნაწარმიც კი უცხოელებთან უფრო ადრე მიდის ვიდრე ხო, იმიტომ რომ ნუ ეს აიტვირთა ინტერნეტში და ასე რატო არ უნდა ფილმის შესახებ მინდა რომ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდო და არაჩვეულებრივი ის იყო ფესტივალი, შარშანაც არაჩვეულებრივი იყო სხვა. თაკო არ გაცის ლაპარაკს მე ამას ძალიან შენ გონიში. ნუ მე მშულდოსანი ვარ და შენ მერწყული. მე მერწყული ვარ კი. შენ მე აბეთ გამოგიცანი. პრინციპში ვუგებთ ერთმანეთს და იქნებ ზოდიაკო მაინც სახოს აითხის. იმიტომ რომ მე მიშა ჩემი ახლობელია და усმენ თქვენ გადაცემას ინტერნეტში. და ამიტომ ვიცი რომ შენ დიდი შანსია რომ ყველაფერზე ვისაუბროთ გარდა ფილმისა. და შემეში. მეცაც გეტყვით, მე არ ვგეგმავ არც ერთ ქეთი დოლიძე მაშაყირებდა ერთხელ დაურეკე შოთას და ქეთი დღეს ცუდი დღეა ჩემთვის და ვერ წავალ მეთქი მართლა არ გადავიდე. მოდი ესე გავაკეთოთ. შენ როცა მოგვიდება ხოლმე ქეთი დოლიძეზე ვისაუბროთ, მოგიწვევთ შენ და თუ როცა მოგვიდება შენზე საუბარი, მოგიწვევთ ქეთი დოლიძეზე და მე მგონი ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ კარგი ხან უთამაშობ. რას თამაშობ? რეჟისორი ხარ, თამაშობ, მოგაწონო იქნებ თავი გადამიყო სადმე. დინდა ფილმში გადავადა. რატომაც არა? ახალ ამპლუაში. რატომაც არა? ლამაზი როცა ვიყავი და ახალგაზრდა მაშინ მოვწონდი და ეხლა მაპატიე. არა, რატო ეხაც ლამაზი ხარ, კაცო, თქვენც ლამაზი ხარ ძალიან და ყველას გადაღება შეიძლება. ოღონდ მე არავის არ ვიღებს, სანამ არ დავინახავ, რომ თვითონ უნდა ძიდად გადაღება. აი რომ დავინახავ, რომ თვითონ უნდა, მაშინ იმას შევიყვან ისტორიაში. მე მინდა გამსეხვა კითხვაზე პასუხი ერთი. იმიტომ რომ ხო იცი რა ჩქარა მოდის სიბერე. ანუ ვახსენეთ გადაღების პროცესი, ამის შესახებაც მინდა კითხო, საინტერესოა ფაქტებზე არის აგებული ეს ფილმი თუ იგივე შენეული იგივე სპექტაკლი რო ნახა იმ დირექტორმა ვახტანგოვის თეატრის ვერ იცნო, ვაფშე სხვა პროდუქტი გამოვიდა. იმიტომ რომ სპექტაკლის გადაღება არის ურთულესი, გამოვა აღწერა. თუ აი ყველაზე ძნელი ის არის რომ ეს გადაამუშავო შენ განცდაში და გახადო შენი უკვე სხვა პროდუქტი თუ არა და გამოვა ნატურალური ვიდეო რომელიც სპექტაკლის შედევრები გადაღებულა, მაგრამ არ არის საინტერესო სანახავთ, იმიტომ რომ სპექტაკლი იმიტომ დაიდგა რომ ნახოთ ცოცხლად. ძალიან მაგარია როგორც უკვე ფილმს და დიდი მადლობა. ძალიან და წარმატებებს გისურვებთ. ასევე თქვენ. მადლობა მას და რეკლამის დრო დგება უკვე იმედის დილაში ჩვენ ძალიან მალე ვბრუნდებით, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და გვიყურეთ. გადაცემის სპონსორია უსაფრთხო ანტიბაქტერიული პრეპარატი.